ბანაკში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინციდენტიდან დაახლოებით საათნახევარში ჩავიდა. პრეზიდენტს ახლდნენ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები. იმ დროისთვის ვითარება გამწვავებული იყო. შეიარაღებული რუსი და ქართველი ჯარისკაცები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. რუსი სამშვიდობოები სააკაშვილისა და ქართული სამართალდამცავების შეშვებას ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ აპირებდნენ, თუმცა ისინი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც შევიდნენ. პრეზიდენტმა რუსი სამშვიდობოების პოლკოვნიკს კატეგორიულად მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება და ჯავშან ტექნიკის გაყვანა. იქვე მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების სარდალი ჩაბანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. შეხლა შემოხლა რუს და ქართულ სამართალდამცავებს შორის მაშინ მოხდა, რაც რუსმა სამშვიდობოებმა პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრები ავტომატური იარაღით მიზანში ამოიღეს. ქართულმა მხარემ რუს სამშვიდობოებს მოთხოვეს დაებრუნებინათ მათთვის წართმეული მობილური ტელეფონები და იარაღები. ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზად ისიც იქცა, რომ რუსი მშვიდობის მყოფელი, რომელიც იარაღმომარჯვებული იდგა, უარს აცხადებდა განიარაღებაზე მაშინ, როდესაც მის ახლომახლოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. რა ხდებოდა დღეს განმუხურში, დეტალები ქრონიკაში 20 საათზე. Стороны миротворцы вместо того, чтобы защищать местное население, позволяли здесь в течение многих лет убивать людей, похищать людей, вымогать у них деньги. Мы поставили молодежный лагерь. Согласно всем законам Грузии. Поставили пост полиции его охранять. Вы сегодня утром напали на пост полиции, нарушение вашего мандата, нарушение всех международных норм, нарушение мандата, в том числе миссии наблюдателей ООН, которая тоже бездействовала. И вы избили наших полицейских, которые тут защищали мирную жизнь граждан. Значит, следующее. Значит, немедленно увозите отсюда всех ваших военных, немедленно, чтобы ни разу больше сюда они не приезжали, потому что мы дали приказ защищаться при следующем нападении, защищаться всеми средствами возможностей. Возможностей у нас достаточно, вы хорошо знаете. Нашему терпению приходит конец. В том числе, значит, передайте вашему генералу, господину Чабану, что объявляю я его нежелательной персоной в Грузии, в ближайшие дни он пусть покинет территорию Грузии. Я вам сообщаю, что Сухуми это такая же Грузия, как Ганмухури, как Зугдиди, как Тбилиси. Немедленно пусть он уезжает, немедленно вы приведите все в порядок в соответствии с нормами с вашего мандата.